ლებზეც მინდა გკითხოთ და მათ შორის ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებლის მზია მაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ის მე-18 დღეაში მსჯელობს ჩვენ ნახეთ არაერთი ჟურნალისტური ორგანიზაციის კრიტიკული განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი ითხოვენ უპირობო გათავისუფლებას ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით თუნდაც აღკვეთი ღონისძიების გადახედვასთან დაკავშირებით რადგან შიმშილობის მე-18 დღეა შესაძლოა მოყვეს გართულებები და რისკი ზოგადად როგორ აფასებთ ამ საქმეს ეს არის რაღაც სააგაშვილი ორი სცენარი თქვენ იცით როგორ დამთავრდა სააგაშვილის სცენარი თავის დროზე შიმშილობდა თვეების განმავლობაში ხან-ისე მაგრამ სახელმწიფოს რუნავდა ბუნებრივია მის ჯანმრთელობაზე ესე როგორც რუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე აქაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ეს არის რა თქმა უნდა ჩვენ ყველას უსურვებთ ჯანმრთელობას და სახელმწიფო არის რა თქმა უნდა პასუხისმგებელი ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე რაც ხდება თვითონ ფაქტს ფაქტი იყო ასეთი, ხო, თქვენ გახსოვთ, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი, შემდეგ მოხდა მისი დაკავება, შემდეგ პირობით გათავისუფლება და როგორც კი გარეთ გამოვიდა პოლიციელს, მან სახეში გაარტყა ხელი, ხო? ანუ მისი ეს, ასე ვთქვათ, სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან. არავითარი ფორმით. იქ ის მოქმედებდა როგორც პარტიული აქტივისტი და აქედან გამომდინარე მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია, ხო ეს ერთი. მეორე როცა საუბარია ჰუმანურობაზე. ჰუმანურად შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული აქტი იმ შემთხვევაში, როდესაც ვიღაც რაღაცას მოინანიებს. აი შეიძლება ჰუმანურად ისაუბროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც აქტი მხოლოდ და მხოლოდ არაადეკვატურობის გამოვლენა შეიძლება იქნას ჩათვლილი. რომ გამოსულიყვნენ ეს ადამიანები და ეთქვათ მარტივი რამ. რომ ძალიან ცუდად მოიქცა ეს ქალბატონი, არ შეიძლება პოლიციელს მიაყენო შეურაცხყოფა სახელმწიფოს წარმომადგენელს და თქვენ იცით რომ პოლიცია ქართული ხალხის თვალში არის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტი და შენ მიდიხარ და დემონსტრაციულად ცდილობ დააკრინო ამ სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი, ხო? სხვა რაფერს არ ემსახურებოდა ეს ყველაფერი. და აქ არც კი გამოხატავს სინანულს. არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან. და ასე დროს გესაუბრებიან იმაზე, რომ ადამიანი შიმშილობს და ამის გამო უნდა გამოუშვა საბატონო ჯგუფს სურდა თქვენთან შეხვედრა ამ მთავრობის რომელიმე წარმომადგენელთან მე არ ვიცი, მე ეს არ მომისმენია. ჩვენ ნახეთ, აი ყოველ ჯერზე ვაფიქსირებთ მუდმივად მსაობას დიალოგისთვის. აი თუ მოვლენ ადამიანები, აი ხაც შემიძლია დავაფიქსირო რომ სად ვართ. თუ ვინმეს უნდა საჯაროდ იქნება თუ არასაჯაროდ ნებისმიერ ფორმატში, თუ ვინმეს უნდა რაიმე საკითხის განხილვა, კონკრეტულად მზია მაღლობელის საკითხის განხილვა, მობრძანდნენ, აი ხვალვე მზად ვარ რომ შევხვდე და განვიხილო ეს საკითხი. თქვენ გახსოვთ რომ მანამდე სხვადასხვა დროს, ხან კანონთან დაკავშირებით, ხან არჩევნებთან დაკავშირებით, ხან ამ აქციებთან დაკავშირებით, ყოველ ჯერზე მე პირადად ვითხოვდი შეხვედრას ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ფორმატში, საჯარო, არასაჯარო, ყველაფერზე ითქვა უარი, ხო? კონკრეტულ ადამიანებსაც შევთავაზე, მათ შორის გახსოვთ თქვენს ეთერშიც იყო თორსები, შოთა არულაძე გამოვიდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ ელაპარაკებოდა, ასე ვთქვათ, საპროტესტოდ განწყობილ ადამიანებს პირადად მას შევთავაზე წამოიყვანა ნებისმიერი ადამიანი არათუ ასეთ განხილვაზე დღეს საფეხბურთო სტადიონის საკითხს განვიხილავდე მეტი რაზე უნდა მოხვიდე ხო თუ რაღაც კითხვა გააქვთ თუ რაღაც გაინტერესებს იქაც კი არ მოვიდნენ და არათუ პოლიტიკურ საკითხებზე სასაუბროთ ხო თუ ვინმე გაურბის დისკუსიას ესენი არიან სწორედ ამ პროტესტის მონაწილეები რატომ იმიტომ რომ ზუსტად იციან რომ არ არიან მართლები ზუსტად იციან რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს, უბრალოდ აქვს ჩაბეჭდილი ის რომ უნდა იყვნენ ნაცები და შესაბამისად აპრიორი სწორხაზოვნად უნდა გაყვნენ იმ შეხედულებას, რაც აქვს ჩამოყალიბებული. დისკუსიისთვის იმიტომ არ არიან მზად, რომ სინამდვილეში იციან მათ მხარეს არ არის სიმართლე. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. თუ ვინმეს უნდა საუბარი ნებისმიერ ფორმატში, საჯაროდ, არასაჯაროდ
მოვიდნენ და ვისაუბროთ ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ საუბარს ამისათვის.